მიბოძებ წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, ეს გახლავთ ბატონი გივი სიხარულიძე. მოგესალმები ბატონო გივი, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. გაიხარე ძმაო, გაიხარე. ბატონო გივი, თქვენ დაბადების დღე გაქვთ 28 თებერვალს, ხო? დიახ. ანუ 29-ში არა, 28-ში. არა. 28-ში. რატო გითხულობ, იცით, აი ისე გამოიყურებით, რომ 4 წელიწადში ერთხელ რო აქვს ადამიანს დაბადების დღე. დაახლოებით იმას შეესაბამება. მადლობა, უფალო ამისთვის, მადლობა. ჩვენმა საზოგადოებამ მიცის, მაგრამ შევახსენებ, ვისაც შესაძლოა არ ახსოვს და ვეთქვი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ თქვენ იყავით სოლისტი, წევრი იმ ლეგენდარული თაობის სუხიშვილების ანსამბლისა, რომელმაც საოცარი გარღვევა მოახდინა და მართლა მთელს მსოფლიოს დაანახა ის დიდებულება, რაც ჩვენს ტრადიციულ ხელოვნებას, რაც ქართულ ქორეოგრაფიას აქვს და აი ამაზე მინდა გითხოთ, როგორ გაიხსენებდით იმ წლებს და როგორ დაიწყო თქვენი ეს გზა? მე მარტო ერთი რამე გავიხსენებ, მაგას აი პირველი რასაც ვიტყვი, რომ ნინო რამიშვილი ჩემთვის იყო იგივე დედა. და მას მე იმიტომ ერთი სტროფი დაუწერე ლექსი, ერთი სტროფი. მანამ იცოცხლებ ქალღმერთო ერის, სანამ ქართველი ცეკვავს და მღერის. აი ეს იყო ეს ქალი. ეხლა მეორე, მე ვცეკვავდი იმან სამში, მაშინ, როდესაც ფრიდონ სულაბერიძე, საჩვერის სოლისტი რო გავხდი მე, ფრიდონ სულაბერიძის იმით მოხდა, იმიტომ მე თვითონ ხოლმე რო წოდები რამეშიც ახალი მიღებული ვიყავი, რომ შემიძლია ოსური დუეტი ვიცეკო, რასაც ცეკვავდა მისი შვილი. ო ბატონო ზეგიზი თან საოცარ ცეკვავდა. საბერძნეთში ჯერ გამშინჯა, გამატარა და მე უცხო ნინო რამიშვილს და რო ვიცეკო ოსური დუეტი, ცხონებული ილიკო ეს უჭკვიანესი კაცი, უჭკვიანესი. ამოვარდა სცენაზე და ესე იძახდა, არიოლ შვილო, არიოლ. არწივი ხარ შვილო, არწივი და ჩამიხუტა გულში. და ანსამბლში რომ მივედი, ძალად მიმიყვანა ჯუმბერ ბერაძე არ მივდიო. ხო. მინდა იცოდეს თემა მსოფლიო. რომ ნურცეთი ერი, ნურცეთი ქვეყანა. ზე პლანეტებიც კი, ნუ დაიტრაფახებენ იმას, რომ ვინმეს უნახია თავის ცხოვრებაში ესეთი უზადო მოცეკვავე, გენიოსი, ცეკვის გენიოსი, როგორიც იყო ფრიდონ სულაბერიძე. მართლა, ნამდვილად. ბატონო გივი, თქვენ კიდევ ერთ დიდ მოცეკვავესთან, ბატონ ომარ მხეიძესთან გქონდათ ურთიერთობა და მისი ცეკვა გენახავთ. ბატონ ომარზე რა სიტყვი? ომარს დაუწერე მე ესეთი ლექსი. როცა არწივი ზეცას ხაზავს მნება აშლილი, იმას მაგონებს ვაჟისაგან ხელი გაშლილი. რაილეთები ტანის ხევა ჩახვეული გადანაცკული, ქართული ცეკვა ჩქეფარე როგორც ალა დასტური. ქართულ ცეკვაში არ გეგონოთ მთავარია ფეხი გასმული. მოგრძალება ქალის მიმართ გონგადასული. აი ეს დაუწერე ომარს. არწივი იყო და ლომი. ბატონო გივი, იმ პერიოდში ხშირი არ იყო საგასტროლო მოგზაურობები, პირიქით ანსამბლები ამას მოკლებულები იყვნენ და სუხიშვილი ამ მხრივ გამონაკლისი იყო. ნუ ეხლა იმ პერიოდის გასწავლებზე გეტყვი ჯერ ესეთი აი რო ჩავედი, ჯერ ვიყავი ლათინურ ამერიკაში 1964 წელში. წარმოგიდგენია? ბრაზილია, ჩილი, პარაგვაი, ურუგვაი, კოსტა-რიკა, პანამა, სალვადორი, პერუ, კუბა. ესე იგი დავიმბედი პატარა ბიჭი ვარ, ბიჭო და მეთქი სადა ვარ ღმერთო ეს რა, ხო ალზახარ. ხო და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ადამიანი ხარ. რაინდობას ეროვნება არ აქვს. რაინდა თუ დაიბადა ეროვნება მნიშვნელობა არ აქვს. მეორე. გემოვნებას ეროვნება არ გააჩნია. თელ მსოფლიოში ხუდებოდნენ როგორ იცი? ნუ ჩემ თავს მაშინ უთხარი პატარა ბიჭი ვიყავი და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ წერალი გავხდებოდი რაღაც არავითარი. და მაშინ უთხარი ჩემ თავს რომ ღმერთო ესე იგი მთელი მსოფლიო ერთნაირად ფიქრობს და ერთნაირად აზროვნებს და ერთნაირად ხედავს. რასაც მე ვხედავდი რა როგორ ჩვენ ხვდებოდნენ. რანაირ ტაში, რანაირ ბრაოთი, რა ვიცი, ხუთაჯენ ლასკალის სენახო, რავი, დაიხურა, გაიღო, დაიხურა. ნუ აი ვერ აგიწევ და მე რასთავარია საფრანგეთში, პარიზში. მახსოვს ნანოსტურა და თავის და იქაურა, იქ დაბადებული გაზრილები. რამხელა სიყვარული იგზნობოდა ჩვენს მიმართ. დედა ბიჭო, აი ქართველი რო ვიყავი იქ ვიგრძენ, იცი? რომ როგორ უყვართ
უყვარდათ ქართველები, ესე იგი ამ იქ ცხოვრებ ქართველებს. მე ხა მარტო რობაქიძე რადგეს ხო და ეხა გენიოსები ყავდნენ და შალიკო ალჩიბაია ვნახე მე შალიკო ალჩიბაია პარიზში. რო დამადებინა აი აქ ხელი ვიფიქრე ეს ლომი ადამიანი არ არის. და ცირკში გამოდიოდა ეს კაცი. ულამაზესი რა უხრა. ხო და რას აკეთებდა ეხლა გითხრათ გარდა იმისა რომ აუ წევდა იმებს შეძო 100 კილო ესე ძალი ხელი დაეწია 7 ბოთლი ღვინოს სვავდა ერთ დალევაზე პრაგები გიჟებოდეთ რომ ხო და იმან მელაპარაკა მე ბუხუტი დარახველიძეზე ჩემი მეგობარი იყო არ ვიცი რა ეხლა მთელი მსოფლიო მოვიარე ნუ მე სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი ვიყავი თბილისის კაპიტანი 20 წელიწადი და მსოფლიო მოვატარე ანსამბლსაც და ერთი რამე იცოდეთ რომ ქართულ ცეკვაზე არა ჯერ დავიწყებ ამით ქართულ სიმღერაზე და ქართულ ცეკვაზე დიდი არაფერი პლანეტაზე არ არსებობს. აი ხარეთ ბატონო გივი. და ოსების საპატივცემულოდ მინდა ვთქვა. ოსური ცეკვა ეს არის გრანდების ცეკვა. ოსურ ცეკვას ვადარებ მე თავისი ხიბლით არგენტინულ ტანგოს და ფლამენკოს. აი ამ დონის ცეკვა აქვს. ბატონო გივი. ჩვენ არასოდეს ჩვენ შოუში ხელსარელი არ მობრძანდებით ხოლმე და ამისთვის კიდევ ცალკე ძალიან დიდი მადლობა და აი ხლა ციგნებით ბრძანდებით წარმოდგენილი და ხო აი ხლა ეს ციგნები მე სხვა შორის დავარიგე ჩემი ერნა წიფური აროა და თავის გოგონა ნინო მათ დიდი კონცერტი გამართეს აფხაზი ბავშვებისთვის ძალიან ეხმარებიან ისინი აფხაზეთიდან ჩამოსულ წოლილებს და აფხაზეთის თეატრში გამართეს ძალიან დიდი წარმოდგენა და იქ ავდექი და 100 წალი აი ეს ციგნი ბავშვებს დაურიგე რა და აი ამას აწერია თბილისი ძმობისა და მეგობრობის აკვანი და აი აქვე ნახეთ მე ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი ქართველი ებრაელები და აი რა დავაწერე მიუძღვენი მათ ქართული სტუმართ მასმენძლობით და ებრაული სიბრძნით გაბწყინებული ქართულ ებრაული სახეები და აქ ამახსოვ ებრაელებზე მოთხრობები და ერთი რამე მინდა კიდე გითხრათ რომ ეხა ჩვენი მეზობელია სომეხი ერი, ხო? რა თქმა უნდა. მე ვორონცოვზე დავიბადე და გავიზარდე სომხების უბანში. ხო და ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს ეხა სომხებისგან, ჩემი მეზობლები იყვნენ და მე მამა გადასახლებული მყავდა პოლიტიკურზე და ფულებს შევკრინან ისე იმათაც კი არ ქონდათ არაფერი, მაგრამ რაღაცა მანეტიას მაჩუქებდნენ ხოლმე და ხო და პარაიმ სევაქს აქვს ერთი გენიალური ფრაზა. ერაზუმ ჰამფურვეცი, ერაზამანაცი ერაზის მეч. მოგიალესე სიზმარშიო და ცხადშიც ალერსში დავრჩიო. გესმით ეს რა არის? რომ ალერსია ყველაფერი მოფერება. მე ივრითიც ვიცი. და ებრაელებს აქვთ ერთი გენიალური ნათქვამი. აჰავა გდოლა კაიამედ ბენ იუდიმ ლეგრუზი დიდი სიყვარული იყო ოდითგანო ქართველებსა და ებრაელებს შორისო და იქვე არის ნათქვამი რომ ენდაბარ ჰამედ ლიფნე ჰარაცონ. არ არსებობს ძალაო, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს დიდ სურვილს. და იქვეა ნათქვამი იმლო ახშავე მათაი, თუ ეხლარაო, მაშო როდის ზღაო. და აი მათ დაგვიმტკიცებს ჩვენ, რომ ჩვენი სიყვარული წაიღეს ისრაელში, რუსთაველის ქუჩა გახსნეს და ტირიან და ბღავიან ჩვენი მიწის სიყვარულით. და თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს იქ დაბადებულებს ასწავლეს ქართული ენა და სიმღერა და ცეკვა. აი აქ ამბობ. ერთი 4 კუპლეტიანი ლექსი დავწერე და თუ შეიძლება კი, რა თქმა უნდა. როგორი მინდა რომ ქართველი კაცი იყოს. აი როგორ ჩემს ცნობიერებაში. აი ესე იწყება ეს ლექსი. ქართველო ქვია. დედის ხელით გამოზრდილო, მამის ხელით გამოწრთნილო. ვაზის მტევნით დამტკბარო და ქართლის დედით დალოცვილო, ერაკლეს ხმლით ალესილო. ვაჟას ლექსით გალექსილო. აი ესეთი მინდა რომ ქართველი ვაჟკაცი იყოს ჩემს. დიდი მადლობა გია მოწვევისთვის. შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შეასრულა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ერი ბედნიერია, რომ შენერი განათლებული აი ესეთი ქართველი რაინდი ყავს. აი ხარეთ, მადლობა ბატონო გივი და ჩვენ დიდი მადლობა მომგანებისთვის.